გავაგრძელოთ გადაცემა, მოვიდეთ უკვე დასკვნით ეტაპზე ჩვენი გადაცემის და ამბავი გვინდა გაუზიაროთ ჩვენს მაყურებლებს და ვისაუბროთ იმ პროგრამაზე, რომელიც ათასობით ოჯახისთვის საკუთარი საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობას ქმნის. თუ დაგაინტერესებთ ეს თემა მოგვისმინეთ, ეს გახლავთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა. აქ გვინდა გითხრათ ისიც, რომ სულ ახლახანს მთავრობამ მასში ცვლილებები შეიტანა, რას გულისხმობს ეს ცვლილება პრაქტიკაში გავიგოთ ეს საკითხი, გახდება თუ არა პროგრამა უფრო ეფექტიანი, რამდენად ეხმარება სახელმწიფო ახალგაზრდა მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებლის შეძენაში. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტუმართან ერთად ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიასთან ერთად. დილა მშვიდობი. გამარჯობა. პირველ რიგში მოდით ამ პროგრამის შესახებ მოგვიყევით, ვისთვის არის და რას ემსახურება. დიახ, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, თუ თქვენ ოჯახში გაქვთ ბედნიერება, რომ შეგეძინათ ახალი შვილი ან მრავალშვილიანი ოჯახი ხართ, და მრავალშვილიანი საიდან იწყება? რას გულისხმობს? სამიდან კი, თუმცა ხა მრავალი ორი არის მათემატიკურად, მაგრამ სამიდან იწყება ამ შემთხვევაში პროგრამა. ესე იგი, თუ შეგეძინათ მე-4 შვილი, მაგრამ მე-5-მეც ასე მესამედან. კი ბატონო. ბოდიში ბარემ ჩააგეკითხებ, მესამეს მოლოდინში თუ ვარ. დიახ. ანუ ორი მყავს და მესამე შემეძინა. უკვე შემიძლია. ესე იგი, სხვადასხვა ორი ფორმატია, ესე ვთქვათ. პირველი არის ახალშობილი ბავშვისთვის, 1 წლამდე ბავშვისთვის, რაც გულისხმობს პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში. პირველი შვილი თუ შეგიძლიათ ან ყავთ და მეორე შვილი შეგეძინა და 1 წლამდე ასაკის არის, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ ეგ სესხი. და მეორე შემთხვევა არის, როდესაც 3 ან მეტი ბავშვი კი ბატონო. და შეგეძინათ მესამე ბავშვი, მე-4, მე-5 თუ მე-6 თუ მე-15, შეგიძლიათ ამ სესხით მეტი სივრცეა საჭირო. ისარგებლოთ, ხო, მეტი სივრცეა საჭირო. შეგიძლიათ შეზღუდვა არ არის ისარგებლოთ და შეიძინოთ როგორც ახალაშენებული ბინა, ასევე ძველი აშენებული ბინაც, ასევე აიშენოთ სახლიც. ანუ მორგებულია თქვენზე, თქვენ მიდიხართ ბანკში. ბანკთან როგორ ურთიერთობასაც აწარმოებდით, ჩვეულებრივად რომ სესხი აგեղოთ, ეს პროცედურები ყველაფერი ძალაშია. თქვენ თვითონ უნდა მოაგვაროთ, რომ ბანკი გენდოთ. ანუ ამაში გულისხმობა ის, რომ მარტო შვილის შეძენა არ არის საკმარისი, შემოსავალიც უნდა გქონდეთ, რომ რისკები ამას გაივლის ყველა ვარიანტში. დაუფარავთ, ხო, კი ბატონო, თავისუფლად. მანამდე პრობლემური კლიენტი ვიყავი, ბუნებრივია, რამდენი შვილიც არ უნდა მყავდეს, ნუ იმ ისტორიას ვერ გამოცვლის ჩემი ოჯახის ასე ვთქვათ, წინსვლა და წარმატება. კი ბატონო, და გამოდის რომ თუ თქვენ ხართ სესხის გადახდისუნარიანი და ამასთან ერთად გაქვთ ბედნიერება რომ შეგეძინათ შვილი, ამ შემთხვევაში გაქვთ ნება, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ აიღოთ ეს სესხი და სახელმწიფო გაუწევს თქვენ სესხს სუბსიდირებას. სუბსიდირება გულისხმობს, ესე ვთქვათ, თქვენს მიერ გადასახდელი პროცენტის საკუთარ თავზე აღებას. პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში ეს არის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, თუმცა არა უმეტეს 6%-ისა, რაც რთულად შეეხება. აი, მოდი გავიწევდეთ ციფრებს მივიდეთ. წავიდა მოგზაურობა ციფრებში. მარტივად გეტყვით, მოგეთ 6%-ამდე პირველი თუ მეორე შვილი შეგეძინათ, 6%-ამდე სესხს დაგიფარავთ მაქსიმუმ სახელმწიფო. მაქსიმუმ. შეიძლება ეს იყოს 5-იც, 4-იც, გააჩნია რამდენია რეფინანსირების განაკვეთი სახელმწიფოს. იპოთეკა 9%-ში 6 მიფარავს ის, იმ 3%-ს და პლუს ძირს 6-მდე, პლუს ძირს უკვე მე ვიხდი. ძირს აუცილებლად ყველა შემთხვევაში ის შესაძლებელი, კი ბატონო. თუ რეფინანსირების განაკვეთი არ არის ძალიან მაღალი, რომელიც შეიძლება იყოს არის ჩვენ სამეზობლო ქვეყნებში, სოფლიოში პირდაპირ 20-30%-ის ყოფილა რეფინანსირების განაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხი ღირს ამდენი ფაქტობრივად ამაზე მეტი, ანუ ძალიან ძვირი ღირს. ამ შემთხვევაში ეს 6 და 8%, რომელიც 3 ან 4 ან მეტი შვილის შემთხვევაში გერგებათ, უმნიშვნელოა, იმიტომ რომ 20% ან შეიძლება მეტი თვითონ გიწევდეთ გადახდა, მაგრამ იმ რეალობაში, სადაც დღეს ვართ, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ია სულ. აქ უკვე ის 6%-ამდე თუ 8%-ამდე, რასაც სახელმწიფო გიფარავთ, ფაქტობრივად გამოდის, რომ უდიდეს წილს სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე და თქვენ იღებთ პირობითად 1/4-ს იმისა, რაც უნდა დაგეფარათ მეტნაკლებად დაახლოებით რომ გითხრათ. დაახლოებით ესე, რადგანაც როდესაც ახლა მე იპოთეკით ვსარგებლობ, როდესაც ვიხდი ხომ კონკრეტულ ციფრიდან სადღაც 80% მიდის პროცენტში. თან თავდაპირველად მიდის ძირში და
ეს საწყის წლებში ასეა, ბოლოში უკვე პირიქითაც ტრიალდება. ბოლომდე თუ ვერ გავედი შენგენ ნაცვალე. ვახტანგ, მაინც. ნამდვილად ხო, აი ესეთი იმედის გამოცდილებელია, როდესაც 1000 ლარს შეიტან ბანკში და 800% მიდის, მაგრამ საწყის ეტაპზე. თუმცა საბოლოო ჯამში ისე ეს ყველაფერი დარეგულირებული რომ რომ მოგვატყუონდა ნახნახევარი მოაკლონ და ბოლომდე ასე ჩავიდეს არ შეიძლება. არა, სპეციალურად ეს ცესხი, აი უბრალოდ დავასრულებ თუ შეიძლება, გაძლევთ შესაძლებლობას 5 წლამდე აიღოთ ეს ცესხი სახელმწიფო და თუ თქვენ რამე შემთხვევაში დაარღვევთ უკვე ბანკთან ურთიერთობა, თქვენი პირადი მოსაგვარებელია, სახელმწიფო გეუბნებათ რომ თუ თქვენ პატიოსნად კეთილსინდისიერად ასრულებთ თქვენს ვალდებულებას, მე გიხდი ხო ჩემს წილ პროცენტს, კი 5-ვე წელი. და ეს პროცენტი არასოდეს უკან დასაბრუნებელი აღარა აქვს, ეს 6%, რომელშიც შემოვიდა სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის რომ თქვენ გამრავლდეთ. თუმცა რაღაც ლიმიტი არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ლიმიტები არის, კი ბატონო, ესე იგი 200,000 ლარამდე სესხის აღება შეგიძლიათ აი ამ პირობის ფარგლებში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ აიღოთ პირობითად 9 მილიონი ლარის თუ თქვენი შემოსავლის წყარო გაძლევთ ამის საშუალებას, მაგრამ 200,000-ში გეხიდებათ სახელმწიფო და კიდევ ერთი ნიუანსი არის რომ თუ 5%-ზე დაბლა დაიწევს რეფინანსირების განაკვეთი, მაშინ სახელმწიფო გადის თამაშიდან, არ გაფინანსებთ, იმიტომ რომ ისედაც ძალიან დაბალ პროცენტში გამოდის რომ არის სესხი. თუ კი მოხდა ესეთი კარგი ცვლილება, ხო? საბანკო ცვლილება, ამას ამბობ? ერთი მხრივ კარგია, მაგრამ თქვენთვის შეიძლება არც თუ მაინც და მაინც აბედნიერო იყოს, იმიტომ რომ 5%-ზე დაბლა თუ დაიწევ, პირობითად 4 თუ გახდა, სახელმწიფო ამბობს რომ მე ამ შემთხვევაში უკვე აღარ დაგიფინანსებ შენი დონის და მაგრამ საერთო ჯამში ხო კარგი იქნება ზოგადად პროცენტი. ხო, თუ არავის დახმარება არ დაგჭირდა. ნუ გააჩნია რა ცალკე განსახილველი საკითხია ეკონომიკური, მაგრამ როდესაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია, ეს ზოგადად უბიძგებს მოსახლეობას უფრო მეტი სესხი აიღოს და უფრო მეტი ეკონომიკური აქტიურობა განახორციელოს. თუმცა თუ ბაზარზე არ დაიწევს ბინის ფასი 200,000 ლარად, არ ვიცი რა ბინა შეიძლება დღეს არის რამე ეგეთი, თუ გამრავლებაზე ვსაუბრობთ. რომ ფართიც გეყოს და თან ფართიც, ანუ პირობები რომ უფრო გაიუმჯობესო, ანუ სამშვილიანი ოჯახი მინიმუმ კარგი ალბათ 80 კვადრატიდან ზემოთ იწყება, ხო? და კვადრატულის ფასებს თუ გადავხედავთ, დიახ, საკმაოდ ძვირი ღირს ბინები თბილისში განსაკუთრებით, ან რამდენიმე სხვა ქალაქში თუ ავიღებთ, მაგრამ არის ეს მხოლოდ თბილისზე არ ვრცელდება, ამიტომ რეგიონებში არის შესაძლებლობა მაინც და მაინც ახალი სახლი ახალაშენებული არ იყიდო, პირობითად რაღაცა სახლი იყიდო, ან აიშენო რეგიონში, რაც შეიძლება შედარებით მისაღები იყოს, მაგრამ შემთხვევაშიც მოქმედებს ეს პროგრამა. განსაკუთრებით კიდევ ხაზგასაცმელია, რომ შეიძლება ამ შემთხვევაში თქვენ გქონდეთ თქვენი ბინა, დამატებით აიღოთ 200,000-იანი სესხი, რაც უკვე გაძლევთ შესაძლებლობას უწესრიგო პირობებში. ცოტა ბეჭებში გავიმართოთ. ხო, თორემ ეხლა თქვენ რომ სახლის საერთოდ არ გქონდეთ და 4 შვილი ყავდეთ, სიტყვას ნაქირავებში ცხოვრობდეთ 200,000-ად, კი, ჯობია ნაქირავებს, მაგრამ ისეთ ბინას ვერ იყიდით, რომ ყველა ბავშვს თავისი ოთახი ქონდეს სიტყვაზე ან რაღაც ეგეთი დღევანდელი ფასებით მართლა რთულად მისაღწევია. ეს პროგრამა შემთხვევით ვრცელდება ახალ დაქორწინებულ ოჯახებზე, რომლებიც პირველად ბინის შეძენას ცდილობენ და ვერ ახერხებენ. ამაზეც ხო არ ვრცელდება შემთხვევით. ახალ დაოჯახებულებზე საუბარი იმდენად არ არის, რომ ბავშვზე არის აქცენტი. თუმცა ასეთი პროგრამა შეიძლება ცალკე არსებობდეს, არის სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ახალ დაოჯახებულებს აძლევენ. აი პირველი შენაძენისთვის. დიახ, ერთობლივი ბინის შესაძენად აძლევენ საკმაოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენი პროექტი, ჩვენი საქართველოს პროექტი გულისხმობს, რომ ბავშვის შეძენაზე აქცენტი აღება. და ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს პროექტი არსებობს, რა ხანია, ცვლილებებიც გაინცადა და საინტერესოა ამ დრომდე რა არის თუ არა დაუშვათ აქტივობა, ხო? რამდენიმე ოჯახმა უკვე მოახერხა და ეს აქტივობა საკმაოდ დიდია. ეხლა გააჩნია რა კუთხით შევხედავთ 8,000-მა ოჯახმა ისარგებლა, ეს ერთი მხრივ ძალიან დიდი რიცხვია, მეორე მხრივ შეიძლება რაღაც მოგეჩვენოთ თლიან მოსახლეობას თავმართებაში ძალიან ცოტა, მაგრამ 8,000 ადამიანმა ისარგებლა მეტმა და 930 მილიონ ლარს გადააჭარბა მათმა ჯამურმა სესხმა. ეს რა 1 მილიარდ ლარზეა საუბარი. რა ვადაში მოხდა? ბოლო დაახლოებით 5 წელია ეს პროგრამა, რაც ფუნქციონირებს. თითქმის 1 მილიარდი ლარის სესხი აიღო საზოგადოებამ, რაც შეიძლება სხვათა შორის ისედაც აიღო კალკულაციას ოჯახებს. 8,000 ადამიანის ჯამური სესხის ვალდებულება. აი ამ პროექტის ფარგლებში, დიახ. არა, მე მივხვდი თავისთავად. ზოგმა უკვე შეიძლება დაფარაკიდე სხვა შორის წინწრება ახალი ცვლილება ერთი კარგი არის გამახსენდა ახალი ცვლილების ფარგლებში თუ ვადაზე ადრე მოისურვებთ თანხის დაფარვა შეიძლება რაღაცა თანხა ჩაგივარდეთ ხელში ბანკი არ დაგარიცხავთ ზედმეტ წინწრებად გადასახადოს რომელიც მთლიანობაში საკმაოდ დიდი თანხა არის ხოლმე იმიტომ რომ ის 2%-ია თუ სწორად ვთქვი მაგრამ როდესაც დიდ თანხაზეა საუბარი ის 2% არ არის ცოტა ამ დამატებით ესე ვთქვათ ხარჯს ბანკი ვერ დაგაკისრებთ ახალი პირობების ფარგლებში. ადრე შეეძლოთ.
დაუშვათ ახლა გვეყურებს ვიღაც და მესამე შვილის მოლოდინშია. უკვე შეუძლია დაიწყოს ფიქრი თუ მეოთხე შვილის მესამე შვილს. საიდან იწყებს მოქმედებას, რომ დავაკვალიანოთ ეს ადამიანები ბანკიდან თუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში გამოდის ძალიან სიმბოლური, ესე ვთქვათ, ჩარევით იმ გაგებით, რომ თქვენ რამდენად გეკუთვნით, არ გეკუთვნით, ამაში სესხის აღება შეგიძლიათ თუ არ შეგიძლიათ, რა ბინის შეძენა გინდათ, არაფერში არ ერევა სახელმწიფო. ბანკთან არ ყვევთ როგორც წესი, რომელი პირობითად უძრავი ქონების შეძენა აქვს სურთ, რა პირობები, თქვენი შემოსავლიანობა როგორია, რა ვადით სახელმწიფო კი ამბობს, რომ 5 წლით შემოდივარ ამ სუბსიდირებაში, მაგრამ თქვენ შეიძლება სესხით 15 წლით აიღოთ სიტყვაზე და 5 წელი შემოვა სახელმწიფო ამ განაწილებაში. ამ პირობებს ბანკთან არ ყვევთ და სახელმწიფო იმის საფუძველზე, რომ ბანკმა თქვენ სესხი დაგიმტკიცათ, შემოდის თავისი ფინანსური ერთგვარი ხელშეწყობა იმის, რომ გამბრავდეთ ქართველები, თუ ვერ ვბედავთ იმისთვის, რომ რაღაცა გავიუმჯობესოთ ყოველდღიურობა, იძლევა ამის შანსი. საინტერესოა ბენეფიცი ერთად რაოდენობა არის თუ რა შეზღუდული, ხო? აი რაღაც ხო არის, რომ იმის იქით ვერ გაწვდება დაუშვათ, ხო? რესურსი. არ არის ეს. და აი დავუშვათ სამომავლოდ კიდე რაღაცა მეტი შეღავაძეც ხო არ არის ფიქრი? ჯერჯერობით აი ამ ახალი ცვლილების ფარგლებში არ არის ესეთი შეზღუდვა, რომ ვინმეს არ მიეცეს, ან რაღაც რაოდენობაზე ზევით არ მიეცეს სესხი ადამიანებს. სახელმწიფო რადგან მხოლოდ სუბსიდირების ნაწილში შემოვა და დაახლოებით იცის რა მეტნაკლებად რამდენია დაოჯახების მაჩვენებელი, ბავშვთა შობადობის მაჩვენებელი, ამ მაჩვენებელს უმკლავდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიტანოს და ნებისმიერი მსურველი დაფინანსდება გამნერ იქიდან, რომ ეს არ არის რაღაცა განუსაზღვრელი რაოდენობა. გაუმჯობესებაზე ამ ეტაპზე არ არის არაფერი თქმული, თუმცა ისეთი რა შეიძლება კიდე. აი მაგალითად ცალკეულმა ოჯახებმა შეიძლება ეს მაინც და მაინც გაფართოების მიზნითაც არ შეიძინონ. შეიძლება უკვე ცხოვრობდნენ მათთვის მისაღებ ბინაში, შეიძლება ეს ბინა შეიძინონ საინვესტიციო სიტყვაზე. ანუ გამოდის რომ ძალიან დაბალი საბანკო პროცენტით ყიდულობენ ფაქტობრივად თავის ფასში. გაინაწილებენ 5 წელზე მინიმუმ, შეუძლიათ უფრო მეტ ვადაზეც და გამოვუვათ რომ ამ 5 წლის დასრულების შემდგომ ეხლა როგორც მაქნას და არულობა თუ არ იქნა, ესე ვთქვათ, რაღაცნაირი, არავითარი უძრავ ქონებას ფასები ემატება, თუმცა ეს ეხლა გარანტირებული არასდროს არ არის, მაგრამ ემატება და არა, ყოველთვის ეგრეა, აი ბოლო 10 წელია ველოდები, როდის დაიკლებს და არ არის ეგეთი შემთხვევა. ამიტომ ქონება ყოველთვის მზარდი ის არის რაღაც შენაძენი. ერთ მაქნას შვიდობა იყოს, ფასების კიდევ შემდგომი, ესე ვთქვათ, ზრდა არის მოსაოდნელი ბაზარზე არათუ კლება. ფიკასაც ხო შეუძლია, რომ არა. მე უკვე გაზრდილი მყავს ამივეშვილი და ალბათ უკვე აღარ მეკუთვნით, ხო? აი, მაინტერესებს, რომ ბოლო შვილი უნდა იყოს 2021 წლის 1 სექტემბრის მერე დაბადებული, თუ ასეთი შვილი ხართ. აბა, ხალხო, ხო გესმით? გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ბოლოსკენ საქმე დავაზუსტებ, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ვინმესთვის შვილად აყვანაც ითვლება, შეიძლება თქვენ 3 თქვენი შვილი ყავდეთ, ერთი აიყვანთ, უბრალოდ ის შვილი უნდა იყოს არასრულწლოვანი და 21 წლის სექტემბრის მერე დაბადებული და ესეც ითვლება. ესეც ხო, აი, ესეც რა კარგია. და ბოლო კითხვა, აი, მსურველებს ახლა ვინც გვისმინა, უნდა შეიტანონ, ასე ვთქვით, არაერთხელ, ანუ პირდაპირ ბანკში მიდის ადამიანი, არც ერთ სხვა უწყებასთან არა კომუნიკაცია, რამე დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტაციის მომზადება სჭირდება? ბანკი არ გამოდის პირველი, იმიტომ რომ ჯერ ბინა უნდა შეარჩიოთ ბანკამდე რომ მიხვიდეთ, მაგრამ ბინას რო შეარჩევთ, ბანკი აფასებს რამდენად გადამხდელუნარიანი ხარ და მერე უკვე ერთობა სახელმწიფო. ხო, დიახ. და ამ ესე ქვია რომ სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს ადამიანი და შემდეგ თუ მოგერგება რაღაც ფორმით. ბინას მოძებნით თქვენთვის სასურველს, მიდიხართ ბანკში. ბანკი იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ გადახდის უნარიანი და ამას ბანკი გადაამოწმებს და არ ხართ ან შავ სიაში ან რაღაცა მსგავსი, გაძლევთ სესხს, რომლის სესხის ნაწილის სუბსიდირებას პირდაპირ ახდენს თქვენი ჩარევის გარეშე სახელმწიფო. კი ბატონო, მეხმარება გადახდაში. თქვენ მხოლოდ თქვენ წილზე ხართ პასუხისმგებელი. კი ბატონო, ყველაფერი გავიგე. მეც